ერთ ოთახში 12 კაცის დახოცვას სროლა არ სჭირდება. სასმელში გარეული კალიუმის ქლორიდიც კი გულის შეტევას და ბუნებრივი სიკვდილის იმიტაციას იწვევს. გერმანულ პოლიციას და მედიას ჯაშუშური ფილმები თითქოს არ უნახავთ. ერთ საარჩევნო ოლქში 12 ოპოზიციური კანდიდატის უეცარ და უმიზეზო სიკვდილს უბრალო დამთხევას უწოდებენ. ბუნებრივია რაღაც დეტექტიური ჟანრის სიუჟეტს გავს მოცემულობა და უფრო რაღაცა ბოლშევიკური და ნაცისტური პერიოდის მოვლენებს გვაგონებს. ცხადია ეს ვერ იქნება უბრალო დამთხევა, როდესაც მოახლოებული არჩევნების წინ ერთმანეთის მიყოლებით 12 კანდიდატი იღუპება და განსაკუთრებით კონტექსტია მნიშვნელოვანი, როდესაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ ისეთ პარტიას, რომლის გაუქმება და ლიკვიდაცია არის გერმანული ისტებლიშმენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საუბარია პარტია ალტერნატივაზე, რომელიც კანცლერ მერცის მთავარი კონკურენტი, იმავდროულად კი ტრამპის ფავორიტია. პარტიის ლიდერს ალისა ვეიდელს ტრამპის სახელმწიფო მდივანი მიუნხენში თავისი სკანდალური სიტყვის შემდეგ შეხვდა. And what I worry about is the threat from within. სივომში ამას არ ვებრძოდით, დისიდენტთა დევნას, ეკლესიების დახურვას, არჩევნების გაუქმებას, დღეს კი ინტერნეტში აზრის გამოთქმისთვის გერმანული პოლიცია ხალხს სახლებში უვარდება. მსგავსი განცხადებების გამო პარტია AfD გერმანიის მთავრობამ რუსეთიდან მართულად შერაცხა და მიუნხენის კონფერენციაზე არ შეუშვა. Germany is a very strong democracy. გერმანია მკაფიოდ დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ მემარჯვენე პარტიას ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არ გავაჭაჭანებთ. Do you think there was anything in ვიცე-პრეზიდენტ ვენსა და მის გამოსვლაზე რა სიტყვით? Also, ich begrüße es erst einmal. ჩვენი პარტია მიესალმება ვიცე-პრეზიდენტ ვენსს, რომელიც სიტყვის თავისუფლების მხარეს დადგა. მან მითხრა, რომ კედლის აგებას და მის მიღმა მილიონობით ამომრჩევლის ხმის ჩახშობას ვერავინ შეძლებს. ვეიდელის მხარდამჭერია ტრამპის მარჯვენა ხელი, ილონ მასკიც. AfD-ის წევრთა ჯგუფურ სიკვდილს ის თავის სოცქსელში გამოეხმაურა. Und selbst der reichste Mann der Welt, Elon Musk, hat davon Wind bekommen. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა თავის X-ზე ძახილის ნიშნებით დაწერა. ეს ყველაფერი სცდება ჩვეულებრივ ამბავს. 12 ოპოზიციურ საარჩევნო კანდიდატს შორის, რომლებიც ჩრდილო ვესტფალიის ოლქში ერთბაშად დაიხოცა, 7 AfD-ის წევრი იყო. მთავრობა და გერმანული მედია გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ. მოდით ნუ ჩავებმებით ჭორებისა და შეთქმულების იდეების გავრცელებაში. არამედ მეცნიერულად, სტატისტიკის კუთხით შევხედოთ ფაქტებს. ჯულიენ რას ამბობს სტატისტიკური ანალიზი. Gemeindevertretung und so weiter. Und die Frage ეს წრე ვესტფალიის ოლქის ყველა კანდიდატს აერთიანებს. ეს სეგმენტი კი მასში AfD-ის წილია. სულ რამდენი კანდიდატია ოლქში საარჩევნო კომისიამ არ იცის. თქვათ 1000 კანდიდატია. მაშინ AfD-ის 7 წევრის სიკვდილის ალბათობა 140-დან 1-ია. მაგრამ ყველაფერი მაინც კანდიდატთა საერთო რიცხვზეა. რაც უცნობია, ამიტომ გადაწყვეტით ვერაფერს იტყვით. seltenes Phänomen, aber auf jeden Fall ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში ეს ისტორია სტატისტიკურად სავსებით შესაძლებელი და ბუნებრივია. აი ასე მარტივად, არჩევნების წინ კანდიდატთა ჯგუფური სიკვდილი პრინციპში ბუნებრივი ყოფილა. ამერიკულ სოცმედიაში ასე არ ფიქრობენ. გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ ოლქში გერმანული პარტია ალტერნატივას 7 წევრი კვდება. მთავრობა კი აცხადებს, რომ ამაში უცნაური არაფერია და გამოძიებას არ ხსნის. ვინმე მითხრას, რომ ეს ნორმალურია. Were these popular candidates because we have reported on თანაც ეს არის პარტია, რომელსაც მართველი კოალიცია მემარჯვენე ექსტრემისტებს უწოდებს და რომელიც ბოლო გამოკითხვებით ლიდერია. ნაუმის საიტს გერმანელ ჟურნალისტს ვკითხავ, შეეძლო AfD-ის არჩევნების მოგება? They were definitely headed for a win. დიახ, პარტია ძალიან სწრაფად იკრებს პოპულარობას და შედეგად მისი ლიდერი ალის ვეიდელი მთავრობის მთავარი სამიზნეა. ნაღმის შეტყობინების გამო ვეიდელის არაერთი საარჩევნო შეხვედრა ჩაიშალა და ამ ფონზე პარტიის წევრთა ჯგუფური სიკვდილის სტატისტიკურად დასაშვები ყოფილა და გამოსაძიებელიც არაფერია. სინამდვილეში ასეთ დაშვებას სტატისტიკოსები გამორიცხავენ. სამაგიეროდ ისტორიკოსები მიიჩნევენ შესაძლებლად. ისინი პარალელს გრძელი დანების ღამესთან ავლებენ, როდესაც ჰიტლერის პარტიამ ყველა პოლიტიკური მეტოქე არჩევნების წინ სათითაოდ მოკლა. Der es mir nicht verzeihen kann,
ნუ თუ მოიძებნება თქვენ შორის ისეთი, ვინც მარქსისტული პარტიის განადგურებას ცოდვად ჩამითვლის. მეგობრებო, მე ისინი ყველა მოსპე და დიახ, სხვებიც ზედ მივაყოლე. ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის ფრიდრიხ მერცის ბაბუა ნაცისტთა პარტიას ჩრდილო-ვესტფალიაში ედგა სათავეში. სწორედ იქ, სადაც AfD-ის კანდიდატები 80 წლის შემდეგ ზედიზედ იხოცებიან. ფაშისტური ფესვები მერცს ტრამპმაც შეახსენა. ბატონო პრეზიდენტო, ხვალ 6 ივნისია. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, როდესაც ამერიკამ ევროპაში ომი დაასრულა. ეს არ არის ხომ თქვენთვის სასიამოვნო დღე? არა, არ იყო სასიამოვნო დღე, თუმცა გერმანელი ხალხი ნაცისტური დიქტატურისგან გათავისუფლდა. თუმცა დღეს ლიბერალური ფაშიზმის პირობებში ეს არც ისე მკაფიოდ ჩანს. მასობრივ ჩხრეკას გერმანული პოლიცია დილის 5 საათიდან იწყებს. დასმენის საფუძველზე, რომ სოციალურ ქსელში არასათანადო კომენტარი დაწერეს, მოქალაქეებს ბინებში უვარდებიან, ართმევენ ტელეფონებსა და ლეპტოპებს, უწყობენ დაკითხვას. რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ტელეფონს ართმევთ? შოკში ვარდებიან, სმარტფონის წართმევას ჯარიმაზე მეტად განიცდიან. იმიტომ რომ დღეს მთელი ცხოვრება ტელეფონში გაქვს ადამიანს. გაუცებული იყო. განაჩემი უფლება არ არის, რას ვიტყვიან დავწერო. არა ბატონო, არ არის. სიტყვის თავისუფლებას საზღვრები აქვს. German democracy გერმანიის დემოკრატია ვერ გადარჩება, ისევე როგორც ვერც ერთი სხვა ქვეყნის. თუკი მილიონობით ადამიანს ეუბნები, რომ არ აქვს უფლება აზრის გამოთქმის. დემოკრატიაში ცენზურის ადგილი არ არის, მათ შორის არც ინტერნეტში. ან აღიარებ თავისუფლების პრინციპს, ან არა. საკმარისია უკრაინის ომში მერცი დაადანაშაულო, რომ აზრის პოლიცია სახლში მოგადგება და რუსული პროპაგანდისტვის დაგაჯარიმებს. ამიტომ ხალხი ქუჩაში გადის, იმედით, რომ ყველას ვერ დაიჭერენ და ვერც დააჯარიმებენ. ეს ამ დღეებში მიუნჰენში გამართული პროტესტია, რომელზეც ხალხი უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტას მოითხოვს. მერცი არა შმერცი, არანაირი გერმანული რაკეტების სროლა რუსეთის მიმართულებით. პუტინი გერმანელების მეგობარია. ფაქტია, რომ სანქციებმა ვერაფერი დააკლო რუსეთს. ჩვენი მთავრობა კი ხალხის შიშზე თამაშობს, რომ ომი როგორმე გააგრძელოს. არანაირი იარაღის გაგზავნა უკრაინაში. თუმცა აბა ხალხს ვინ უსმენს? მერცს თავისი გეგმა და დავალება აქვს. მე ორი გზავნილი მაქვს. ერთი პუტინისთვის და ის ასე ჟღერს. ჩვენ არ გავჩერდებით. მეორე გზავნილი კი ტრამპისადმი მაქვს. არ დადგე გვერდზე. ერთ ნავში ვართ და ჩვენი მიტოვება არ შეიძლება. მსოფლიოს სჭირდება პოლიტიკური წყობა, რომელიც ჩვენ შევქმნით. ალბათ Deep State-ის ქმნილებას ლიბერალურ ფაშიზმს გულისხმობს, რომელსაც მსოფლიო მკაფიოდ უარს ეუბნება და რომელთანაც მერცს წლები აკავშირებს. პოლიტიკურ კარიერამდეც მერცი უშუალოდ Deep State-ში, კერძოდ მის ფინანსურ განყოფილებაში, BlackRock-ში მუშაობდა და ბევრი ფიქრობს, რომ დღემდე მის სამსახურშია. მერცი BlackRock-ის გერმანიის ფილიალის უფროსი იყო. ფინანსური რვაფეხის და ამ კაცს სურს დაგვაჯეროს, რომ ის გლობალურ ელიტებს შეებრძოლება. მისი ერთგულება იმ კასტას ეკუთვნის, ვისთვისაც საზღვრები სამწუხაროდ რეალობაა, ხოლო პატრიოტიზმი რელიქვია. კანცლერი მერცი სწორედ ის პოლიტიკოსია, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე წინ სხვა ინტერესები დააყენოს, რაც პირდაპირ აზიანებს, მათ შორის გერმანიის ეკონომიკას სხვა ქვეყნებსაც. გერმანია არ არის სუვერენული სახელმწიფო და არ იმართება გერმანელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ იმართება ამერიკის მმართველი ჯგუფების Deep State-ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიერ, რომელიც ამ ქვეყანას იყენებს
საკუთარი ინტერესებისთვის. და ხალხი ამას ხედავს. Deep State-ის გლობალურმა მხილებამ ევროპას გამოაფხიზლა. პოლიტიკური თავისუფლების დევნის მიუხედავად, გერმანიაში სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევანს ალტერნატივაზე აკეთებს. პარტია ალტერნატივის AfD-ის რეიტინგი სწრაფად იზრდება. ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ მას ამ უმრჩევლის უკვე 25% უჭერს მხარს, მაშინ როცა მმართველ კოალიციას 27%. და რას აკეთებს Deep State-ი, როდესაც ქვეყანაზე კონტროლს კარგავს. პატრიოტულ ძალებს რუსეთის მონობას აბრალებს და თავისი მარიონეტებით ჩანაცვლებას ცდილობს. პრორუსული პარტია მომავალ არჩევნებში ხმების მეოთხედს უმიზნებს. AfD მოსკოვისთვის სანქციების გაუქმებას და რუსული გაზის აღდგენას მოითხოვს. გერმანიისთვის ის უსაფრთხოების მკაფიო რისკია. როდესაც IAP რუსულ გაზს იღებდა, გერმანული მრეწველობა მსოფლიოს ავანგარდში იყო. თუმცა რაც რუსეთს Nord Stream-ი აუფეთქეს, მძიმე კრიზისში ჩავარდა. ამის შეცვლის სურვილი გამოთქვა AfD-მ და რუსეთის ექსტრემისტ მონად მოინათლა. ეს არა მხოლოდ გერმანიაშია. ეს ხდება საფრანგეთში, ეს ხდება რუმინეთში, სამარცხვინო ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომ გააუქმეს და მერე სამარცხვინოთ რაღაცა გააკეთეს, შეთითქმეს ახალი კანდიდატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხდება პოლონეთში. თუ ამას დავუმატებთ ლეპენიშადმე დამოკიდებულება საფრანგეთში, თუ ამას დავუმატებთ იმას, რაც მოხდა რუმინეთში, უჯმომდგარი პორნოლიბერალების შეტევა საქართველოზე ცალსახაა და მთელი მსოფლიო ხედავს. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს იმაში, რაც თვითონ ევროპაში ხდება. Views they don't like, people they don't like. Deep State-ი ახშობს იდეებს, რომლებიც მას არ მოსწონს, დევნის ადამიანებს, პარტიებს, რომელიც არ მოსწონს. ბლოკავენ მათ არჩევნებში, როგორც მარინ ლეპენი დაბლოკეს საფრანგეთში. გერმანიაში AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, იგივე პროცესია ბრიტანეთშიც. AfD პარტია ვერ დახურეს, სამაგიეროდ მისი წევრები და ლიდერები მუდმივი ბულინგის სამიზნე არიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პიტერ ბონი მთავრობამ დაადანაშაულა, რომ რუსეთიდან ფინანსდებოდა. 22 ჩხრეკა მოუწყეს სახლში, ვერაფერი ვერ ნახეს. თუმცა ამის შემდეგ ინტერნეტში გამოთქმული მოსაზრებების გამო ისევ შეუვარდნენ სახლში. სოცქსელში აზრის გამოთქმის გამო პოლიცია სახლებში უვარდება ხალხს. არადა 150,000 სასამართლო ორდერი აღსრულებასელის და პოლიციას რესურსი არ აქვს. ამ ორდერების 90% უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს. იქურდეს და მათ ნაცვლად პოლიცია პარტიას ავიწროებს. ხმას ნუ იღებთო. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს ემსახურონ, დაიცვან მათი ინტერესები, ფასდებიან არადემოკრატიულ პარტიებად, პოპულისტურ პარტიებად, გარედან მართულ პარტიებად და ცდილობენ ამ საბაბით მერე შეავიწროონ ასეთი პოლიტიკური პარტიები, მათი მხარდამჭერები. დაუფარავი ბრძოლა ყველაფერი დემოკრატიulis, ყველაფერი ეროვნulis, ყველაფერი სახელმწიფოებრივის წინააღმდეგ მთელი ევროპის მასშტაბით და ჩვენ საქართველოში ამას ყველაზე კარგად ვხედავთ, იმიტომ რომ ავანგარდში ვართ ჩვენ. შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციასა და ლიბერალურ ფაშიზმთან ბრძოლა სწორედ საქართველოდან დაიწყო, რასაც შემდეგ მძლავრი ბიძგი ტრამპის გამარჯვებამ და Deep State-ის მხილებამ მისცა. დღეს კი უკვე ევროპაც წინააღმდეგობის რეჟიმშია და სუვერენიტეტს ითხოვს. ბერლინში, ლონდონში, პარიზში ყველგან მასობრივი ქუჩის პროტესტია. ხალხი Deep State-ის ომებსა და გლობალიზაციას უპირისპირდება. პარიზი პროტესტის ცეცხლშია გახვეული. ხალხი მაკრონის გადადგომას ითხოვს. მის მთავრობას უკვე მერამდენედ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა ახლა მაკრონის გადადგომის საკითხი დგება. საფრანგეთის პრემიერი გადადგა მას შემდეგ, რაც ნდობის ვოტუმი დაკარგა. 364-მა პარლამენტარმა 194-ის წინააღმდეგ მას უნდობლობა გამოუცხადა. მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ბოლო არჩევნების შემდეგ უშუალო კონკურენტის მარინ ლეპენის დევნა და საბოტაჟი დაიწყო. ახლა სამაგიეროს მიღება მოუწევს. ამ კენჭისყრის შემდეგ მაკრონი უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. უნდა დაუბრუნოს ხალხს მსაჯულის როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება საბოტაჟი და ქვეყანას ეს არ სჭირდება. ჩვენ ვითხოვთ მაკრონის იმპიჩმენტს, ჩვენ გავალთ ქუჩებში, დავაბლოკავთ ქვეყნის ეკონომიკას და დავანახებთ პრეზიდენტს, რომ ის დასრულებულია.
მაკრონი სასახლეში გამაგრდა, ახალი პრემიერი დანიშნა, ხალხს კი სპეცრაზმი მიუქცია, რაც ექსპერტთა შეფასებით დასასრულის დასაწყისია. არადა მაკრონი და მერცი ქართულ პოლიციას მოძღვრავდნენ. ხელი არ უნდა გაანძრიო, თუნდაც ცეცხლს უკიდებდეს პარლამენტს ჩვენი მეხუთე კოლონაო. ახლა კი საკუთარი ხალხის პირისპირ აღმოჩნდა, რომელსაც აღარ სურს deep state-ის გლობალიზაცია და ლიბერალიზმი. აღარ სურს მარიონეტი ქვეყნის სათავეში. მაკრონმა უნდა შეწყვიტოს ხალხის დარბევა ქუჩაში და დაუყოვნებლივ დატოვოს პოსტი. არჩევნების манипуляციის შედეგად რჩება დღეს პრეზიდენტად, ამიტომ უნდა წავიდეს. არ მგონია მაკრონმა ამდენი ხალხის წინააღმდეგ რამე გააწყოს. ის ვერაფერს იზამს. ხელში ამოვიდა მისი ლიბერალიზმი და სხვისი ომის გამო ჩვენი სოციალური პროგრამების შეგვეცა. არჩევნებზე უკვე უთხრა ხალხმა მას უარი, მაგრამ მაინც არ მიდის და ამიტომ ახლა ქუჩიდან გავაგონებთ რომ წავიდეს. პარიზთან ერთად მასობრივი პროტესტია ლონდონში. ხალხი იქაც deep state-ის გლობალიზაციას და საზღვრების მოშლას გმობს. აზრის თავისუფლებას ითხოვს. ხალხი მთელი ქვეყნიდან შეიკრიბა ლონდონის ცენტრში. ლიდსიდან, ესექსიდან, უამრავი პროტესტანტია. ძალიან ბევრი ოჯახებით არის გამოსული. არ მიმართავენ აგრესიას, მხოლოდ ყვირიან, რომ კირ სტარმერი უნდა გადადგეს. სტარმერის წასვლის მოთხოვნით დაახლოებით 100,000 კაცი გავიდა ლონდონის ცენტრალურ გამზირზე. გაზეთ გარდიანის დრონმა დემონსტრაციას თავიდან ბოლომდე ბიგ ბენიდან უაიტჰოლამდე გადაუფრინა და ეს ციფრიც ექსპერტებმა აერო-ვიდეო გადაღების საფუძველზე დათვალეს. სავალალო მდგომარეობაში არის გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ის სამი ქვეყანაა, რომლებიც ტრამპის ღია თქმითაც ეწინააღმდეგებიან მის სამშვიდობო პოლიტიკას უკრაინაში, აგრძელებენ გლობალური ომის პარტიის ევროპის ფილიალის დაკვეთას და ეწევიან ომის წამქეზებლობას. მაშინ, როდესაც შიდა რეიტინგები თითქმის განულებულია. ჯერჯერობით მუსიკას უკრავენ მასობრივ აქციებზე ბერლინის მთავარ მოედანზეც, ბუნდესტაგის წინ. თუმცა საპროტესტო მუხტი მატულობს. ხალხი deep state-ის ომების მათ ხარჯზე დაფინანსებას აპროტესტებს. ჩვენი საავადმყოფოები უკრაინაში დაჭრილთა ლაზარეთებად აქციეს. ფული, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას ხმარდებოდა, ომის ცეცხლში იყრება. მოვითხოვ შეწყდეს უკრაინის დაფინანსება. რამდენი ომი უნდა იწვნიოს გერმანიამ, აღარ გვინდა გვეყო და გვეყო ომის პროპაგანდაც, გვეყო ომის დამქაში მერციც. With healthcare facilities. ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა არ მუშაობს, ვერ რიგდება პენსიები, პრობლემაა სკოლებში, ბაღებში, იმიტომ რომ მათზე გამოყოფილი ბიუჯეტი ომს ხმარდება. აღარ გვინდა უკრაინის ომის დაფინანსება. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ამ დღეებში პირველად მერცს ეკონომიკური კრიზისის აღიარება მოუწია. ჩვენ აღარ შეგვიძლია სოციალური დაცვის არსებული სისტემა შევინარჩუნოთ. ჩვენი ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ეს სისტემა შესაძლოა. სოციალური ბიუჯეტი კი შესაკვეცი. წარმოიდგინეთ, მერცმა აწი ბიუჯეტის შეკვეცის კვალობაზე სოციალურ კეთილდღეობას მიჩვეულ გერმანელებს უნდა უთხრას, რომ საავადმყოფოების რაოდენობა უნდა შევკვეცოთ იმისათვის, რომ დონბასში ისროლონ რუსების წინააღმდეგ რაკეტები. თუმცა მერცს საკუთარი მთავრობა უპირისპირდება და სოციალური ხარჯების შეკვეცის უფლებას არ აძლევს. განცხადება, რომ ქვეყანას აღარ შეუძლია სოციალური დაცვის სისტემის შენარჩუნება სისულელეა, მთავრობა სოციალურ პროგრამებს არ შეკვეცავს. მერცს ცუდად შემოუბრუნდა ის, რომ არჩევნებში გასაძრომად სოციალისტებს შეეკრა. იდეურად მის საპირისპირო ძალას და შედეგად მთავრობაში მუდმივი კონფლიქტია. ეს კოალიცია სრულიად ხელოვნურია. მისი მიზანი AfD-ის, პარტია ალტერნატივის შეკავება იყო და აგერ რამდენიმე თვეში უკვე მოიღო.
ბოლო გამოკითხვებით მოსახლეობის 70% მერცს უარყოფით ადაფასებს. თუმცა უკეთესი რეიტინგი მას არც არჩევნებში ჰქონია. Этот зал некогда символ немецкой демократии. ბუნდესტაგი, რომელიც გერმანული დემოკრატიის სიმბოლო იყო, კანცლერმა მერცმა პოლიტიკურ მორგად აქცია. პოლიტიკური კონსპირაციის შედეგად არჩევნების მეორე ტურში ძლივს გაძვერით და ახლა ქვეყანა სანადგურებთ. თქვენ მემარცხენე ფანატიკოსთა მსახური და პროსტიტუტი ხართ. არანაირი დემოკრატია გერმანიაში არ არის. რეალურად ადამიანებს, გერმანიის მოქალაქეებს წართმეული აქვთ არჩევანის უფლება. ეგრეთ წოდებული კოალიციების საშუალებით ისინი ნაკლებად პოპულარული პარტიების ერთობლიობით აყალიბებენ მთავრობებს და შემდეგ მართავენ ისე როგორც მათ სურთ და როგორც სურთ მათ პატრონებს. ამბობენ რომ გერმანიაში დემოკრატია. ანაირად არის ეს დემოკრატია, როდესაც პირველ ადგილზე გასული AfD-ს კოალიცია საპირისპიროდ უქმნიან მეორე და მესამე ადგილზე გასულები. რა დგას ამ манипуляციების უკან? ცხადია Deep State, რომელიც 1000 ყუნწში გაძვრება, ნებისმიერ თანხას გადაიხდის, რომ ქვეყნის სათავეში თავისი კაცი ჰყავდეს და საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად ქვეყანა გაწიროს. The governments in power are extremely unpopular, ეს მთავრობები, ეს ლიდერები, რომლებიც ევროპას მართავენ, მზად არიან გაგწირონ, გაწირონ ჩვენი შვილები, რომ როგორმე განაგრძონ ომი უკრაინაში, იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს დაასუსტებენ რუსეთს. არადა ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მათი რეიტინგი 15-20%-ს არ სცილდება და მაინც სათავეში არიან. გერმანიაში მერცის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია და მაინც ახერხებს დაანგრიოს ქვეყნის ეკონომიკა, დემოკრატია. You are a paper chancellor. შენ სიტყვებს ფასი არ აქვს. ქაღალდის კანცლერი ხარ, რომელიც ქვეყნის გარეთ ლიდერის როლს თამაშობს. სახლში კი დამარცხებულმა სოციალ-დემოკრატებმა ძლივს გაგათრიეს არჩევნებში. ხალხს ფული სჭირდება, აცხადე ფული არ გვაქვსო და ამ დროს ტრამპისგან უკრაინისთვის ყიდულობი არ ახს. გერმანია არ არის სუვერენული სახელმწიფო, არამედ არის ვასალი ამერიკის რეალური მმართველი ძალებისა, Deep State-ის, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, რომლის ინტერესების შესაბამისათაც იმართება გერმანია და სწორედ ამიტომაა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოწინავე, ესე ვთქვათ, უკრაინის ომის გახანგრძლივების პროცესში. ევროპის ხარჯზე ფულის კეთება ტრამპს, რა თქმა უნდა, აწყობს. ტარიფების გაზრდის მუქარით ბრიუსელს აიძულებს 600 მილიარდი ამერიკული იარაღის, 700 მილიარდი კი გაზის შესაძენად დახარჯოს. თუმცა ევროპელ ლიდერებს ამის გამო პატივს სულაც არ სცემს, დასცინის კიდეც. მათ შორის მერცს გამორჩეულად. შეხედეთ, მერცი, ჩემი მეგობარი, როგორ გაშავებულა. სადმე იღე ასეთი როჯი, მეც მინდა. ტრამპის ხუმრობებზე მერცი დუმს, ან ზოგჯერ თავსაც იმართლებს, თუმცა შედეგად კიდევ უფრო სასაცილო ჩანს. The numbers speak volumes. საკმარისია ციფრებს შევხედოთ. 2025 წლის პროგნოზით გერმანიის ეკონომიკა მხოლოდ 9% გაიზრდება, რაც სტაგნაციაში მყოფი ევროკავშირის ფონზეც კი ყველაზე დაბალი ციფრია. იქნება კი საერთოდ ზრდა. გერმანია ზედიზედ მეორე კვარტალია რეცესიაშია და ამის შემოbrunება ამერიკული სავაჭრო ტარიფების პირობებში ძნელი წარმოსადგენია. Mercedes-Benz აცხადებს, რომ ამერიკასთან სატარიფო გარიგებით ასობით მილიონი ევრო იზარალა. Mercedes-Benz-ის მთლიანი მოგება წელს უკვე 70%-ით დაეცა. It's not alone there either. It's especially არა მხოლოდ Mercedes-ის, გერმანიის მთლიანი საავტომობილო წარმოება დარტყმის ქვეშაა და ეს ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შედეგია. For the German economy. ამერიკულ ეკონომიკას Deep State-მა გერმანია მიზან მიმართულად დაუქვემდებარა. მერცი მაშინ ანგელა მერკელის მთავრობაში იყო, როდესაც მას ყველა ატომური სადგური დაახურინეს. შემდეგ Nord Stream-ის გაზსადენიც აუფეთქეს და საბოლოოდ ამერიკულ თხევად გაზზე დამოკიდებული გახადეს. China is opening 2 plants every week. გერმანია ისე გამწვანდა, რომ აშკარად გაიყინა. ჩინეთში კვირაში 2 ქარხანა იხსნება, გერმანიაში კი იხურება. მერცზე გონა ქარი დაობერავს და აფრებს გავშლითო, მაგრამ ქარი არ უბერავს და გერმანია ახლა ქვანახშირს უბრუნდება. ქარხნები ნახშირზე გადაჰყავთ. After cutting itself off of the very catalyst that გერმანიის ეკონომიკის ნგრევა რუსული ენერგოსისტემის ჩაჭრით დაიწყო და აღარ გაჩერდება. წარმოებლები ტოვებენ გერმანიას და ქარხნები იქ გადააქვთ, სადაც უფრო იაფია ენერგია.
გერმანიის მიერ პროდუქტის გამოშვება 2014 წელთან შედარებით 90%-ით არის შემცირებული. გერმანიას ფული აღარ აქვს და ამ ფონზე მაინც განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის შეძენას. ასევე განაგრძობს ქართული NGO-ების დაფინანსებას და წახალისებას, რომ ქვეყანაში ვითარება არიან. გინებითა და აგრესიით პოლიცია როგორმე პროვოკაციას წამოაგონ და შემდეგ იქნებ რევოლუციის ცეცხლი დაანთო. ემსახურებიან თავის პატრონებს, ვინც უყველაფერს ამას აფინანსებს, რომელიც უყველაფერს ამას გეგმავს, რომ ყველაფერი ეროვნული, ყველაფერი ღირსეული, ღირებული წაიშალოს, რომ ადამიანები დარჩნენ, რომლებსაც არ ეცოდინებათ ქალია თუ კაცია. აგერ რამოდენიმე დღის წინ იქ იმაზე ტახებზე მონადირე კაცი ვნახეთ რუსთაველზე, ხო? ეხლა მე რუსთაველზე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, რაღაც არ მახსოვს რომ ტახები რუსთაველზე მოძრაობდნენ და მათზე სანადიროდ ავტომატური იარაღით შეიარაღებული ხალხი გამოდიოდეს პარლამენტის წინ, ხო? მაგრამ ნუ ეხლა ყველაფერს უნდა ველოდოთ. უკრაინა მომიწააგო და არც საქართველოში გამოდის რევოლუცია. თუმცა Deep State-ის გეგმიდან გადახვევა ჩანს არავითარ შემთხვევაში შეიძლება. სულ 10 კაციც რომ გამოვიდეს ქუჩაში, რუსთაველი უნდა გადაიკეტოს. პოლიცია არ არის, მოქალაქეებს უნდა აგინონ. იქნებ როგორმე არეულობა გამოიწვიონ. ლანძღვა, წევლა, ქალები, რომლებიც იგინებიან სახედაკარგული ადამიანი, ფაშისტური ყიჟინა, ეს ყველაფერი რაც ვიხილეთ გუშინ, აი ეს არის ზუსტად ის საქართველო, რომელიც უნდა გერმანიის ელჩმა ნახოს აქ. გადახარშოს, ჩამოყალიბდეს, გაემიჯნოს. არ გაემიჯნება, ესე იგი ის არის თანამონაწილე აი ამ ორკების ძალადებს. არ გაემიჯნება, რადგან უკვე სავსებით აშკარაა, რომ პეტერ ფიშერს ერთი მიზანი ამოძრავებს: მარიონეტი ნაცმოძრაობის სათავეში დაბრუნება და ყველაფერს, რაც ამას ემსახურება, მხოლოდ მიესალმება. საბჭოთა კავშირიდან ვარ მე გამოსული და ეხლა უღმართობის მეტი რა მინახია, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ქუჩებში უყურებთ, რასაც ჩადიან ეს ნაცისტური ჯგუფები, ხო? ამის წარმოდგენა ძნელი იყო. და ამის უკან დგას პირდაპირ ფიშერი, ხო? ეს ასე ვთქვათ, წარმოშობით ნაცისტი რა, თავის წინაპრებით ნაცისტი. დღეს ის რამაც ვერ გაჭრა გერმანიაში, მე გულისხმობ ნაცისტურ იდეოლოგიას, დღეს ცდილობს მაგის დანერგვა საქართველოში. გერმანიის ელჩი ნიანგის ცრემლებს ყრის. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა რამძიმე დღეშიაო. მაშინ როცა ამის მისაღწევად თავდაუზოგავად იღვაძა. გერმანიასთან ურთიერთობა ღრმა კრიზისშია. არ ვიცი არსებობს თუ არა გამოსავალი. გამოსავლის გასაღები მხოლოდ საქართველოშია. ჩვენ ვიყავით კარგი საიმედო პარტნიორები საქართველოსთვის თქვენი დამოუკიდებლობის შემდეგ. გსურს ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოსაც სურს ჩვენთვის კარგი პარტნიორობა. კარგ პარტნიორობაში თუ Deep State-ის მორჩილებას გულისხმობს, არათუ საქართველოში, გერმანიაშიც კი არავის უნდა. Deep State-ს კომაგებად მხოლოდ NGO-ები და ნაცმედია შემორჩა და ისინიც ფულის კლებასთან ერთად ჭრდილში გადიან. თუ ხაზარაძის მსგავსად გრძელვადიანი კონტრაქტი არ აქვთ. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახის საშემოსავლო გადასახადს უცნობია. საუბარია თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 300 კვადრატულ საცხოვრებელ ფართზე, სადაც ცხოვრობს გერმანელი დიპლომატი და რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძის მეუღლეს. სამსართულიანი სახლი მეუღლეს ხაზარაძემ მას შემდეგ გადაუფორმა, რაც სასამართლომ თაღლითობაში ამხილა და შეეშინდა არ წამართვანო. ლელოს ლიდერს ფულის გათეთრება უკვე დამტკიცებული ჰქონდა, როცა ფიშერმა მას ფინანსური გარიგება დაუდო. როდესაც ასტრამის კადრულობს ევროპელი ელჩი, რომ ის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს საკუთარ რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომლებიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას. რადიკალური ოპოზიციის ოფიციალური მდგმური და მისი მხარდამჭერი წინა საპარლამენტო არჩევნებში პეტერ ფიშერი მორალს გვიკითხავს დიდი რაღაც ვითომ პედესტალიდან და ამ დროს არის მხარე ლელოს კომაგი
მხარდამჭერი, რადიკალების მხარდამჭერი, მათ შორის რუბლოვნა ელენე ხოშტარიას, ვითომ ერთი დღით რო შიმშილობდა და მიაკითხა პარლამენტთან. ამ ფონზე აღარც ისე ალოგიკურად გამოიყურება, რომ გერმანიაში წინასაარჩევნოდ დახოცილი 16 კანდიდატი თავრობამ ყოველგვარი გამოძიების გარეშეც შემთხვევითობად შერაცხა და მიაჩუმადა. You are not allowed to ask any questions and you're just a conspiracy theorist. კითხვების დასმის უფლებაც კი არ გვაქვს. მთავრობა ყველას შეთქმულების თეორეტიკოსებად გვაცხადებს და გვეუბნება, რომ გარდაცვლილთა ოჯახების ღირსებას ვლახავთ. თავად კი არანაირ გამოძიებას არ ატარებს. Then the mainstream media said, well, we have to now. მთავრობა ყველაფერს სქელბურუსში ხვევს. უკრძალავს მედიას დასვას კითხვები. ან იმაზე მეტი თქოს, ვიდრე თავად ავრცელებს ინფორმაციას. თავად კი არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. გადის დღეები და სამედიცინო დასკვნას, თუ რამ გამოიწვია საარჩევნო კანდიდატების უეცარი სიკვდილი, არავინ ავრცელებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა ჩვენც გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს და რომელიმე ოპოზიციონერის მიერ წარდგენილ კანდიდატს მერობის თუ საკრებულოში ერთი ღერით მარო ჩამოუვარდეს რამხელა რეაქცია და შეფასებები მოყვება მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიაში ისეთი სათანადო ყურადღება ამ მოვლენას არ მიექცა. ეს უნდა იყოს ჩვენთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის მაგალითი იმისა, თუ რა მოაქვს ქვეყნისთვის უცხო ძალების ინტერესების მსახურებას და როგორ შეუძლია გაანადგუროს ამ ყველაფერმა ისეთი ძლიერი სახელმწიფოც კი, როგორიც იყო გერმანია. ისევე როგორც ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო უკრაინა გაანადგურა და რისკენაც ეკაჩება საქართველოს ბრიუსელის მმართველი კასტა ნაცმოძრაობის, ნაცNGO-ებისა და ნაცმედიის საშუალებით. თუმცა, როდესაც ასეთი მკაფიო მაგალითებია სახეზე, რატომ აღყვება ხალხი თვითგანადგურების მოწოდებებს? რატომ გაიმეორებს სხვის ფატალურ შეცდომებს? ცხადია, არ გაიმეორებს და საკუთარ დამოუკიდებლობას Deep States არ ჩააბარებს.